წინი ყურე გოგო. დედიკო ისაწვინდა ეს დღეები წყალი კი არა? კოჭებამდე რაღა იყო და მუხლებამდე რო არ დგას წყალი. უნდა გიკვირდეს. ბაღში მივივა. სად მიდიხარ? ბაღში. გიხარია? დილას კონცერტი ვინ ჩაატარა? მე. რატო? საბერძნეთში მქონდა კონცერტი. საბერძნეთში მქონდა კონცერტი კი არა, ამ დილით რატო იჩხუბე შენ? რატო გვეჩხუბე? სხვა ფეხსაცმელი უნდა და სხვა გეტრი უნდა და სხვა ის უნდა და სხვა ეს უნდა და გაწვაძირს კარგი საქციელი იყო ეს? დაბრძანდი შენ სკამში მიდი? მე და სკამში. ეხა კარგად იქცევი? დიდი გოგო თუ ხარ, მეც დიდი გოგო ვარ და მამიკოც დიდი ბიჭია, მაგრამ ღვედი გვიკეთია. მე და ღვედია გავიკეთე. მე აგერმე და რაღაცა ბევრს ლაპარაკობ შენ? არ ლაპარაკობ ბევრს? მათ შენ რამხელა ენა გაქვს? ზორიკო ნახე რამხელა ენა აქვს. მოვაჭრია ხელა ამას. წავედით ბაღში? გელოდებ როდის დასკუპდებ შენ ადგილს. ჭორიკანაც აქ არის. მოვედით. წამოვნახოთ დღეს რა გაქვს მენიუში მერე ხო? წადი გავუყევი. პირდაპირ. აი აქედან პანდუსით ადი. აი აქედან. პირდაპირ ხო? აქედან დე. აგერ დედა წაყევი გზას. წადი დედიკო. დასაკვირდები. წყალი შეხაფავს. წვეთავს ემოდან. წადი თორე დასველდები. ყველაფერს უნდა დააკვირდე? რისი გეშინია? ლიფტის? რატო? ლიფტი საშიშია? საბერძნეთში ლიფტით არ ადიოდი და ჩამოდიოდი? მარჯვნივ. წადი. ომის შემდეგ რაც გამოვიარეთ ბაღში დანიელასთან ერთად. დავამარცხეთ პატარა მტერი. ხო. წავედით სახლში. გამოვიცვალე. ხო და ეხლა წავედით. ვიყიდეთ ყავა და ეხლა წავართ სიმონეთში. და მერზურას მეგობართ. მერე ჩხარში. ამინდი გვაქვს არაჩვეულებრივი, ცოტა ისე უკიქინე. მართლა კაი ამინდი არის დღეს. მეჯამე გროესენ. აუ ძალიან. ეს მინდა ამის თქმა მინდოდა და გაბრა ჩემ გულში იჯექი და მე სულ ჟენს გულში ვარ, სიხარული. მიმღერე. შენს ჩემს გულში ტაკნი ტუკნი შამაიჭერა ტაკნი ტუკნი. კარგად ხარ. მაინც კარგად ხარ დილის შემდეგ. დილის ბრძოლის შემდეგ თავს ვკუთრობ არაჩვეულებრივად. ასე მგონია რომ გველბეშაპი დავამართ. იზოს ვაშჯობია რამე? ხიდან რა მოკრიფა პირდაპირ. თითი მტკივა მოვიდნია მანქანის კარში. ბუხარი ისე მაინც სხვა. სპირტი, შაქარი, დავლეთ, სუდად გაქვს. ბეჟანაში წორ გააჩვენებ მე სახში რომ მივარ?
ვაიმე ის გადასაგდებია და რა მოგცე? სხვა. მოგცე, აი მივალ სახში და როგორი სიურპრიზი გვაქვს, იცი? თეთრი ქუნქულა ღუნღულა სიურპრიზი, გამომხედე. მან ყველი არის და ნადუღი არ დააჯდე. ნელა, შეაშინებთ, ნელა, ევეკო, არ დაგფხოჭნოს, ნელა. დედა, ყურებში არ მოკაჩო. ევეკო, მოიცა და ერთი წუთი, მამიკო ამოიყვანს, მოიცა, მამიკო ამოიყვანს. მე დედა მომიკო, რა საყვარელია, ბატია. ასე უნდა მოკიდო, ხო? მოკიდე ორივე ხელი მუცელზე სიხარულო და გადმოსვი. დასვი, არა, შენ ხელი არ მოკიდე, ძირს დასვი, ძირს დასვი, არ გაიქცევა. პუიცინა. ზურას მეგობრების მშობლებმა გამოგვატანეს ყურძენი, აქ მე მგონი ადესაც უნდა იყოს, დედა. ეს მე თვითონ მოვკრიფე კარალიოკი მსხალი და ვაში. აქ არის ნადუღი, ყველი და ხაჭაპური იყო სუფრაზე უგემრიელესი და ეს ორი ნაჭერი მიავიღე გზაში მომიდებათქო. ხო და გოგოებისთვის კარალიოკი და? მეც მიყვარს კარალიოკი. ჭამე მე დედა. ხო და ბაჭიაც ზედ მოაყოლ. ხო, შეგიძლია რომ ჭამო და? ნახეთ. შეიძლება დედა. ნახეთ. ოჯახის ნადუღი, რამდენი ნადუღია? კბილები რო არა გაქვს. დანი არ ჩვენ არ მოგეწონა? ესეც საოცარი პატივი გცეს. თელ დღე ვართ გზაში ფაქტიურად, სახეზეც მეტყობა. ახალი ოჯახის წევრი ყავს. სკუპი როგორც ეველინამ შეარქვა. სურას მეგობრის ოჯახში გცეს, აი რაღაც საოცარი პატივი ხალხო, აი სასწაული პატივი გცეს. წამოსვლა არ მინდოდა. თან თავს ისე უგრძნობდი, რომ თითქოს ძალიან ბევრი წლებია ვიცნობთ ერთმანეთს და მეორეჯერ ვიყავი მაგ ოჯახში. ცხრი მეფხარება რა მჭირს. ხო და სასწაული პატივი გცეს. ხო და ეხლა წავიდა კომპოსტო უნდა უყიდო სკუპის. ვის რა გამოცდილება გაქვთ ბაჭიების მოვლის დამიწერეთ. სხვათა შორის კომენტარებში დაიწერა მოლისო, რას უშვებით, ანუ არ მოკავთო, არ გენატრებათო, ჰაი ჰუი და მიუ, არ გადმოხტე, მანქანა უნდა დავქოქო. იმას უყურეთ. ამას უყურეთ. მიუკო. გოგო. ესეც შემოვისახლეთ. რა ქენი ახლა დანიშნე? თუ რა გააკეთე? გუგუ. როგორ ახარ? შემოვა ახლა. გადი იქეთ. უნდა წავიდე. ცუდადაა. გოგო. ჩავარდები. ნახე რაზე დგას უბრალოდ ნახე. მიუკო, არ შემოხვიდე. არ შემოხვიდე? არა, გადი იქეთ. გადი იქეთ. არ შემოხვიდე მანქანაში, თორე ცემინებას დავიწყო. ახტა. ხო და სახაცა ზემოთ ასახურავს. ხო და მოლიზე დაიწერა ხალხო, მოლი არის ჩვენი ოჯახის წევრი. მოლის გარშე ცხოვრება წარმოუდგენელია. უბრალოდ ჩვენ ვერ წამოვიყვანდით, იმიტომ რომ ვიზიარს არ აქვს მაგ მომსახურება. პლუს ამას საბუთების საკითხი არ არის მოლისი ბოლომდე მოგვარებული. ეგიანით რომ წამოეყვანა სიტყვაზე თქვათ ზურას 8 კილოზე ნაკლები უნდა იყოს, ანუ თავის ჩანთიანად ძაღლი უნდა იწონდეს 8 კილოს და მოლი ისე იწონის 8 კილოს, შესაბამისად ბორძი არ დაუშვებდნენ და ჩააბარებდნენ პარკში და რა ვიცი რაღაცა ასე მგონია რომ ძაღლი ცოცხალი ვერ დაბრუნდებოდა
მიწაზე, იმიტომ რომ ძალიან ემოციურია და ვერ გაუძლებდა 2 საათნახევარი ფრენას პარკში. შესაბამისად, ზურა, როდესაც შეძლებს, წამოიყვანს ავტობუსით. და მთელი ეს პერიოდი მოლიმ გაატარა მარი ბებოსთან, ასე რომ არ ნერვიულოთ, მოლი კარგად არის, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მოკითხვისთვის. ხოდა წავიდი ხა მოვუტანო კომბოსტო. ბაჭიას. სასწაულია, დაამპორჭნა. დაღლილი არ ესეთი. ძალიან მაგარი. ჩემო მამთირთან ვიყავით. მე ზურას მეგობრის სახლში ვიყავით. მე დანიწა მოვიყვანეთ. ეხა ეველინა დავსვი და მეცადინებს. ესეთი ამბებია. შესაძლებელი მაქვს ისევ. შევიღებე ზურას ჩამოსვლის წინა დღეებში. ისევ შესაძლებელია. ჰაიდა ბაი. ამგე შეხედეთ. ჯურო. ჩამოხსნა მანქანის სახურავიდან. მოიმე. მიუკა. ჭამა ჩენ. ზურა გიყვარს? ყურძენი რაც გამოგვატანეს ჩხარიდან, დავწურეთ სახში. ბადრიჯნის საწურე გვაქვს, გადასარევ ესე პრესივით არის და მოკლედ ის ყურძენი მთლიანად დავწურეთ, გამოვიდა ლიტრანახევრამდე წვენი ყურძნის და დედიკამ გააკეთა ესეთი ფელამუში. ერთხელ მაქვს ახლა როდის შევჭამ ცოტა ცხელია. აი ესეთი ფელამუში გამოგვივიდა მოკლედ იმდენი ყურძენი გამოგვატანეს. უზომოდ ბედნიერი ვარ დღევანდელი დღის და მადლიერი. და ღმერთმა თქვენს გიმრავლოთ ესეთი ადამიანები. ნახეთ როგორი ქარვისფერია რაღაცნაირი. ნატურალური ყურძნის წვენი, სახში რო გაწურავ. წავედი ახლა, მივხედე სხვა საქმეებს და ჩვენ შევხვდებით მომავალ ვლოგში.